შეერთებულმა შტატებმა გააფორმა სამხედრო თანამშრომლობა ინდონეზიასთანაც, ყველაზე დიდ სახელმწიფოსთან სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში და ყველაზე მნიშვნელოვან სახელმწიფოსთან. ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ინდონეზია აწლეულების განმავლობაში წარმოსდგებოდა როგორც გეოპოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო, რომელიც განზრდებოდა აი ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირებებისგან. ის არის ლიდერი სახელმწიფო მესამე სამყაროსი მიუმხრობელთა ბლოკის ერთ-ერთი დამაარსებელი სახელმწიფო იყო ის. თუმცა ყოველთვის მოულოდნელად ინდონეზიის ხელისუფლებამ გააფორმა ეს სამხედრო თანამშრომლობის დოკუმენტი შეერთებულ შტატებთან, თუმცა ეს არ არის რაღაც თვისებრივი თანამშრომლობა, რომელსაც შეიძლება დავარქვათ ინდონეზია შეერთებული შტატების სამხედრო მოკავშირეობა. თუმცა ეს არის პირველი საფეხური ამ ორ ქვეყანას შორის მსგავსი შინაარსის თანამშრომლობის და ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები სთხოვს ინდონეზიას დაუთმოს მისი საჰაერო სივრცე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების ტრანზიტისთვის, რაზეც ამ ეტაპზე ინდონეზია წინააღმდეგია, ის ცდილობს შეინარჩუნოს საკუთარი საჰაერო სუვერენულობა. ინდონეზიის საჰაერო სივრცე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ინდონეზიის არქიპელაგი საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს და ის რეალურად არის გასასვლელი წყნარი ოკეანეთიდან ინდოეთის ოკეანეში, ასევე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ინდონეზია პრაქტიკულად აკონტროლებს იმ ყველა სრუტეს, რომლითაც, მათ შორის მალაკას სრუტესაც, რომლითაც ჩინური საერთაშორისო სავაჭრო ტრანზიტი ხორციელდება დასავლეთის მიმართულებით.